ქრონიკა კვლავ პირდაპირ ეთერშია. თბილისის ისტორიულ მუზეუმი 100 წლისაა თარიღთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტრომ და ეროვნულმა მუზეუმმა ვრცელი კატალოგი გამოსცა 50,000-ზე მეტი ექსპონატი, გამოფენები და ფონდები, სადაც მრავალსაუკუნოვანი მასალა ინახება. თბილისის ისტორიის მუზეუმს სალომე კასრაძე სტუმრობდა. სამხრეთით თბილისის უძველეს უბანში, კალაუბანში, საიდანაც ქალაქის მთელი ხედი იშლება, თბილისის ისტორიის მუზეუმი მდებარეობს, რომელსაც უკვე 100 წელი შეუსრულდა. მუზეუმში გამოფენილია ძველი თბილისის ყოფი სამსახველი ნიმუშები, ტანსაცმელი, სამკაულები, ავეჯი, ჭურჭელი, აქ დამთვალიერებლები ძველებურ დუქნებშიც კი შეიხედავენ. საინტერესოა ამ ფონდში დაცული მასალა, სადაც ძირითად ადგილს ძველი თბილისის შენობების მაკეტები იკავებს. აი მაგალითად იმელის მაკეტი, რომელიც 50-იან წლებშია შექმნილი. დღეს საინტერესოა იმით, რომ ამ მაკეტზე შენარჩუნებულია ის ბარელიეფები, რომლებიც ახლა უკვე აღარ არის. ეს არის მუხრან-ბატონების სასახლის მაკეტი. იყო ძალიან მდიდრული შენობა, მარმარილოთი და ბროლის ფანჯრებით მოპირკეთებული, იქ იყო აღმოსავლური ვიტრაჟები. ესეც 30-იან წლებში დაინგრა საბჭოთა ხელისუფლების მსხვერპლია, ასე ვთქვათ. თბილისის ისტორიის მუზეუმის 100 წლის აღსანიშნავად კულტურის სამინისტრომ და ეროვნულმა მუზეუმმა ვრცელი კატალოგი გამოსცა, რომელიც მდიდარი კოლექციის ილუსტრაციებით არის გაჯერებული. ასეთი ალბომის გამოცემა, ასეთი წიგნის გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, ჯერ ახალგაზრდა თაობისთვის, მე იმისთვის, რომ ჩვენი კულტურა გარეთ გავიტანოთ. ორენოვანია, ნახავთ, ძალიან საინტერესო ტექსტით არის გაჯერებული მთლიანად ეს ალბომი. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც შეინარჩუნა ეს კოლექციები და დღემდე მოგვიტანა, სადაც არის წარმოდგენილი ჩვენი ქალაქის ისტორია. კატალოგის ავტორები იმედს არ კარგავენ, რომ ისტორიის მუზეუმს დაუბრუნდება ძველი ფუნქცია და ის თბილისელებისთვის შეხვედრის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდება.